დილამშვიდობისა მეგობრებო, ლაივში ვარ. ჩემი მეუღლე ეკითხება რა საკეთებოდა, მეთქი ლაივში ვარ მეთქი. და მე მითხრა, ოკეი, გასაგებია. სექს უყვარს ესეთი საუბარი. დაწვრილებით რო უყვება. ხა დღეს რაზე მინდა გესაუბროთ მეგობრებო რა? რატო მინდა ახლა გესაუბროთ? იმიტომ რომ შემხვდა ესეთი ვიდეო ქორწინების ბეჭდების შესახებ და მე ჩემი დაკვირვება მაქვს ჩემს ქორწინების ბეჭედზე გაკეთებული და ეხლა ამის შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ რა. ხო და შემომიერთდით. აი ეს არის ჩემი ქორწინების ბეჭედი რა. ალბათ იფიქრებთ რომ ეხლა ეს რა არის? უფრო უკეთესი ბეჭედი ვერ იყიდა და ასე შემდეგ, მაგრამ ნახე სხვათა შორის ეს ბეჭედი აი ეს ბეჭედი არის სასწაულებრივი ბეჭედი და რატო ეხლა გითხრათ რა? ამას აქვს 585 დაიმახსოვრეთ. ნიშნულოვანია. პრობი. და აქ არის როგორც ოქრო, ისე სხვადასხვა მეტალები. რატო არის ახლა მნიშვნელოვანი? ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ქალი თავის ცხოვრების განმავლობაში, როდესაც გათხოვილია, ძალიან ხშირად იმდენ შვილს კარგავს, რომ ვერც კი ხვდება. ანუ ორსულობა, რომელიც მას ჩაესახა, თვიურს ისევ გამოაქვს, ანუ თვიდან თვემდე ქალი ხშირად ორსულდება, ვიდრე ის იგებს ამას. და ეხლა როგორ ვიგებთ ამას, როდის ორსულდება ქალი? ჩემმა ბეჭედმა ეს თავიდანვე გამაგებინა ასე. იმიტომ გითხარით, დაიმახსოვრეთ ამისი პრობი, რომელია, ხო, თავში ვთქვი. ესე იგი, გამაგებინა ასე. როდესაც ვორსულდებოდი, ჩემი ბეჭედი თითს გამიშავებდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბეჭედი ოქროსია, ოქრო არ აშავებს ხელს, ესე ვიცით. მაინც, როდესაც ჰორმონალური დიდი ცვლილებები მიდის ორგანიზმში, აი ეს 585 პრობის ბეჭედი, ოქროს ბეჭედი და გააჩნია კიდე რომელი კუთხიდან მოდის ალბათ. ზუსტად არ ვიცი ახლა რომელი კუთხიდან მოდის ეს ოქრო. საქართველოს რომელი კუთხიდან მოდის, მაგრამ ამის დადგენაც შეიძლება აქვს ოქროს ეგთვისება. აი ეს ჩემი ბეჭედი პირდაპირ მაგებინებს იმას, ვარ თუ არა ორსულად. და როგორი თვალსაზრისითაც აი ახლა გითხარით, ხო, სანამ ტესტს გააკეთებს ქალი, მაშინვე, როგორც კი იცვლება ჰორმონალური ცვლილებები, მაშინვე გიშავდება თითი ბეჭდის გარშემო. რა თქმა უნდა, მე გადადის ეს რა, უბრალოდ ჰორმონები მე როცა იცვლის, ან ორსულობის პერიოდში სულ გაშავებულია, თითი სულ გაშავებულია. იმიტომ რომ ყოველთვის მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები ქალში. მე ჩემი აი ამ პერიოდის მანძილზე რაც გათხოვილი ვარ, ძალიან ბევრჯერ შემატყობინა ჩემმა ბეჭედმა რომ ორსულად ვარ. თუმცა ორსულობიდან თვიურიდან თვიურამდე ისე მივსულ ვარ, რომ ვერ გამიგია. ხო არის რომ ის აერევა ქალს, მაგალითად თავისი ციკლი აერევა და ექიმები ვერ იგებენ რა სჭირს და ასე შემდეგ და რომ არ ყოფილიყო ჩემი ბეჭედი, ექიმებთან სიარული მე ძალიან დიდ გაუგებრობაში ჩამაგდებდა და მოკლედ დამაწყებინებდნენ ჰორმონალურ წამლებს, დამაწყებინებდნენ რაღაც მკურნალობებს, დამაწყებინებდნენ რაღაცა დებილობებს, როგორც უკვე დაიწყეს, რომ ეს არის და არ ვიცით რა არის და ორსულად ვარ ქალი და ვერ გაიგეს, ორსულად ვარ და უნდა დავთესოთ და უნდა იმასა ვქნათ და უნდა ეგ სახელმწიფო ორგანიზაციებმა ეს ეხა იმას რომ დათესავდნენ, რას გაიგებდნენ, რა იყო, მოადებდნენ რაღაც კუდებს, მოაბავდნენ, იმას მოაბავდნენ, დამიწყებდნენ რაღაცა უაზრობებს და მაგრამ შეიძლება კუბეშიც ჩავედე, გესმით? მაგრამ როდესაც გონიერი ადამიანი იქ სხვა დაცვა ირთვება და ესე იგი იმის და მიხედვით რომ
თიცე გამიშავდა, მე ვიცოდი უკვე რომ ვარ ორსული, თუმცა ამ ორსულობამ ვერ გატანა აი 2 თვეზე მეტი, გადამიცდა პერიოდი, ანუ გადამიცდა ჩემი ციკლი, ვთქვათ, ხო? ეხლა ქალებისთვის საუბრობ და მამაკაცებისთვისაც საინტერესოა, იმიტომ რომ რამდენი მამაკაცი ცოლი ყავს, რომელმაც არ იცის რაშია საქმე და ჰორმონალური ცვლილებები ეწყება, ქალს ეწყება რაღაც გამოვლინებები, აგრესიული გამოვლინებები, ესენი ისინი, ეს ძალიან ნორმალურია, როდესაც ჰორმონები იცვლებიან და მოკლედ ერთი სიტყვით მივედი ექიმთან. და ეს უკვე დადგენილი მაქვს მანამდე, ანუ მანამდე უკვე იყო ეს ჩემთან ეს პერიოდი, რომ აი რაღაცა სიმსინური უჯრედები იყო უკვე ჩემს ორგანიზმში დაფიქსირებული და ასე შემდეგ და საერთოდ ყურადღება არ მივაქცია ამ ექიმების რჩევებს, იმიტომ რომ მე ჩემი რჩევები მომცა ღმერთმა. ამ რჩევების მიხედვით დავიკიდე ეს ექიმები საერთოდ და გავაგზავნე ჩემი ცხოვრება, ისე როგორც ღვთიური ძალები მე მკარნახობდნენ. ხო და გავიდა რამდენიმე წელი და ამ წლების მერე დავორცულდი ისევ თურმე. ხო და მაინც ახლა ყოველ შემთხვევაში რა არის, იცი? ადამიანს აქვს ეს თვისება, რომ მაინც გინდა რომ გადააკონტროლო ხოლმე ექიმები რას იტყვიან რა. დაბადებიდან ესე ვარ. დაბადებიდან დღემდე ექიმები ჩემთან სრულიად გამიზნულად უშვებენ შეცდომებს. გამიზნულად და არა გაუცნობიერებლად. გაცნობიერებულად. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით, როდესაც მეუბნებიან ამას, რომ აი, რაღაც საშინელება, არა, საშინელება არ ვთქვათ, მაგრამ პირდაპირ გეუბნება ადამიანი, რომ უნდა დავთესოთ რაღაცა, ვერ გავიგეთ, რატოა გასქელებული. რატოა შეჩემისა და უკაცრავად რა, ეს არ ვიცი როგორი გამოთქმა, ძალიან ცუდი თუ ისეთი საშუალო ცუდი. შეჩემაო, ხო, რო იტყვიან, არ ვიცი, მაბადი ეს ცუდი გამოთქმა, მაგრამ ჟარგონული აშკარად და ამ მომენტს შეეფერება. აი ამ მომენტს ზუსტად ახლა ექიმებთან დაკავშირებით და ერთი სიტყვით შექმნეს უკვე პრობლემა. და მე რადგან ვიცი რომ ორსულად ვარ და ვეკითხები რომ სხვა შემთხვევა არ შეიძლება იყოს ორსულობა. არ ვიცი თუ უნდა ვნახოთ. ისმის, უნდა ვნახოთ, ყველაფერი უნდა ვნახოთ. ვითომ არ იციან. მართლა გეუბნები მივდივარ ძალიან მაგარ სპეციალისტთან ამის მერე ტატიშვილთან და კაცი ხვდება სიცილით. იმიტომ რომ ერთი ეხოსკოპიის ერთი დადებით უკვე იცის რომ ორსულად ვიყავი და უბრალოდ ფოტოსმა ვერ შეძლო განვითარება და მოკლედ ეს ჩვეულებრივად გამოედინება გარეთ და არანაირი განგაში ამას არ სჭირდება. აი ახლა უბრალოდ რომ დააკვირდეთ რა, ეს ჩემი დაკვირვების ნიადაგზე გავიგე, რომ ბეჭედი მატყობინებს რომ ორსულად ვარ. არც ერთ არაორსულობის დროს, როდესაც ციკლიდან ციკლამდე არის ეს ჰორმონალური განვითარებაა, ხო? ქალში 21 დღიანი და 29 დღეზე სრულდება, მთვარის ციკლზე ვართ ჩვენ დამოკიდებული. არასდროს არ გამშავებია, როცა მიკეთია, მაგრამ ყოველთვის მიშავდება, როდესაც უკვე სხეულში რაღაც სიცოცხლე ისახება, ესე იგი ჰორმონალური ცვლილებები იწყებს განვითარებას, ხო? ცვლილებებს, ჰორმონები იწყებენ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი ოქრო ამას არ აკეთებს, ამას აკეთებს მხოლოდ ეს ოქრო, რომელსაც აქვს 585 პრობი, დაიმახსოვრეთ და უბრალოდ თითზე გეკეთოთ, გათხოვილ ქალებო. როგორც კი თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენ გაგიშავდათ თითი, იცოდეთ, რომ თქვენში დაწყებული არის ორსულობა. ეს აგაცილებთ იმ პრობლემებს, რომელსაც დღეს ქმნიან ძალიან გამიზნულად ექიმები, რომ ვითომ რაღაცა გასქელებულია, საშუალოს. ქალი, გათხოვილი ქალი, თავის ცხოვრების განმავლობაში ძალიან მალე, აი დაახლოებით ალბათ ესე 15 ორსულობამდე ისე კარგავს, ისე ორსულდება და ისე კარგავს ბავშვს, რომ ვერც იგებს. გესმით?
და რადგან ეს ასია დღესდღეობით უკვე ყველაფერზე ჰორმონალურ იმებს ხო ჰორმონალური დარღვევებთან არის კავშირში ეს მოგესმის დღეს არქმევენ ამას ჰორმონალურ დარღვევებს იმის მაგივრად რომ ყველა ექიმა იცის ეს რომ ქალში ვითარდება ძალიან ხშირად ციცოცხლე რომელიც ვერ ძლებს და მერე გამოდის გარეთ ეს რა თქმა უნდა ჰორმონალურ დარღვევასთან არის კავშირში იმიტომ რომ ამ დროს როდესაც იწყებს ციცოცხლე ჰორმონების გამომუშავებას და მერე ვეღარ ქაჩავს და კვდება ის ირღვევა ისევ ის ჰორმონები განა ისე ირღვევა რომ ვეღარ ჩადგება თავის მწყობრში თვითონვე ჩადგება თავის მწყობრში როდესაც უკვე გაიწმინდება ორგანიზმი მაგრამ თუ თავის მწყობრში არ ჩადგება მაშინ ეს სხვა ჰორმონალურ რაღაცებთან გვაქვს კავშირში. ჰორმონალურ დარღვევებთან. მამა. რა არის დედი? ეხლავე. ხო, მადლობა. აქედან გამომდინარე, ფრთხილად იყავით. თუ თქვენ თავებს არ გაუფრთხილით, ქალებო შეიძლება ეგ საშვილოსნოები სულ დაგაჭრან. იმიტომ რომ ესა და ესნი მოიგონონ. ეხლა გეტყვით რატო აკეთებენ ამას. ჯერჯერობით მიმდინარეობს მართლა ორგანოებზე დიდი ვაჭრობა. ორგანოების ვაჭრობა დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი არ ვიცი, მოთხოვნადია, იმიტომ რომ სავარაუდოდ ძალიან დიდ ექსპერიმენტებს აკეთებენ. ამ ჰუმანური ადამიანების გამომუშავებაზე აგერ უკვე სპერმაც გამოიგონეს როგორ სპერმა და ანუ ემბრიო როგორ გამოიმუშავონ ადამიანების გარეშე და მე ვერ გეტყვით რომ ადამიანების გარეშე 100%-ით აკეთებენ იმიტომ რომ ყველა ადამიანის მოკლედ ადამიანის უჯრედი მაინც სჭირდებათ მათ რომ ესენი წარმოქმნან და აი თუ გაგიგიათ სანდრა რულოვს რო ქონდა ესეთი პროგრამა ციხეში რომ მიდიოდა და ქალებს რო ეუბნებოდა რომ კი არა თავიანთი თავისი ხალხი ეს პროგრამა რო ეუბნებოდა რომ შენ პრობლემა გაქვს საშვილოსნოზე და სრულიად ჯანმრთელ საშვილოსნოებს აჭრიდნენ ახლა რამდენ ქალს აქვს დაკარგული საშვილოსნო ხო რამდენ ფულიანსა რა თქმა უნდა მათ ჭირდება რა გინდა იოანე ხო და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ ტყუილს იგონებენ ძალიან ადვილად გონიათ რომ მარიამ გაჩერდი ეხლა რა დედიკო მარიამ ლაივში ვარ მერე გააკეთე ხო ხო და ასე რომ თქვენ თუ არ მოუვლით თქვენ თავებს მე ვცდილობ რომ ყველაფერი გასწავლოთ რაც მე გავიარე რა ამას არავინ არ დაიწყებს მართლა თავის პირადი სივრცის გამოტანას გარეთ არავინ არ დაიწყებს ერთი მხრივ რომ იმიტომ რომ ეშინიათ მეორე მხრივ იმიტომ რომ სცხვენიათ მესამე მხრივ იმიტომ რომ ეუხერხულებათ ასეთ თემებზე საუბარი მე არ მეუხერხულება იმიტომ რომ თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე არის იმის შედეგი რისთვისაც ვართ ჩვენ მოსული ამ დედამიწაზე და თუ კი ადამიანებს გადაურჩენ შენ იმედს რომ ყველაფერი კარგად არის ხო და არა როგორც ექიმები წარმოსახავენ ხოლმე ძირითადად ბავშვებს როგორ არინდობენ ეგ დამპლები ეგენი მე როგორ ნერვები მეშლება ეს სისტემები როგორ გვადებილებენ ამ ხალხს როგორ აშინებენ როგორ შიში ამყოფებენ ბავშვებზე როგორ იწყებენ ასეთ რაღაცეებს მაგრამ თქვენ იცით რომ ადამიანის ორგანიზმი ისე არის შექმნილი რომ თავისი სხეულს შეუძლია თავის განკურნება თუ კი იგი სტრესს მოშორდება და ზეწოლებს თუ კი იგი იცხოვრებს ჰარმონიულ გარემოში და გამოსხივებებს ხმაურს რომელიც იწვევს ასევე ძალიან სტრესულ ჰორმონებს ორგანიზმში მოშორდება და იცხოვრებს ბუნებაში ფლორა და ფაუნის გარემოში მაშინ ის თავად განიკურნება დარწმუნებული ყავით ამაში ხო და მეგობრებო ეს ბეჭედი პირდაპირ
ის არის საოცარი ბეჭედია. კიდევ გეტყვით 585 პრობის ოქრო გატყობინებთ ხართ თუ არა ორსულად. სრულიად ტესტისა და იმის გარეშე. გესმით? ამიტომ არ არის საჭირო ძალიან ძვირფასი ოქროები, მნიშვნელოვანი არის ფუნქციას ასრულებდეს ეს ბეჭედი. თუ კი აქვს სიგნალის ფუნქცია აი ამ ბეჭედს, მაშინ სულაც არ არის ცუდი რომ თქვენ ესეთი ბეჭედი გეკეთოთ ხელზე. ეგ დაბალი ხარისხი ზოგი იტყვის რისთვის გიკეთია ბეჭედი, ხო? აი ახლა წინაზე რომ დავპოსტე მე ერთი პოსტი, ბეჭედი რას ნიშნავს საერთოდ, ხო? ბეჭედი ნიშნავს იმას, რომ შენ ახარ მონა, დამონებული ხარ, всё. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ბეჭედი არ ნიშნავს მაგას, ჩემ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ მაგებინებს ვარ თუ არა ორსულად. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელობას.